მოგესალმებით, გილოცავთ ახალ 2025 წელს და ყველას გისურვებთ ჯანმრთელ კაცს. საინტერესო პერიოდია, ზამთრის პერიოდი, ახალი წელი, რაც ხშირად კაცის მოვლის ახალ გამოწვევებთან ასოცირდება, რაც განპირობებული არის ცხოვრების სტილის, ამინდის, ტემპერატურული ცვლილებებისა და ემოციური ფონის ბუნებრივ ცვლილებებთან, რაც ამ პერიოდში ძალიან სახასიათოა. ყველაზე ხშირი რაც ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, ეს არის დაჭებული მშრალი კალი, ტემპერატურული ვარდნა, გამათბობელი, ცხელი შხაპი, რაც ხშირად ხანგრძლივადაც შეიძლება იყოს მიღებული, რაც სასიამოვნო პროცედურად ითვლება, ბუნებრივი აიწევს კალის გამოშრობას, დაჭიმულობას, ხშირად ხილული ფანტელების სახით ხდება აქეცვითი პროცესის ჩამოყალიბება, მოყალიბდება უხეში ტექსტურის სახასიათო ლაქები, ხშირად ქავილის შეგრძნება, რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ შემაწუხებელიც, დაჭიმულობის წვის, ეს ბუნებრივი სიმშრალის პროცესია, რომელიც ამ სეზონურ ხასიათთან ხშირად ასოცირდება და კალის დატენიანებას და მოვლას ამ პერიოდში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავიდან ავირიდოთ სხვა სახის შემდგომი გართულებები, როგორც შეიძლება იყოს ინფექციური, ბაქტერიული, ასოყვანი გენეზის ინფექციური ცვლილებები. ასევე ყველასათვის კარგად ნაცნობი ტუჩების სიმშრალე, რაც ხშირად ხასიათდება ტუჩის კუთხეში ბზარების, ნაპრალების არსებობით, სიცითლით, დაჭიმულობით და ძალიან შემაწუხებელია, არაესთეტიურია და ძალიან ხშირად ჩვენს ყურადღებას იპყრობს. მზის დამწრობა ზამთრის მოგზაურობისას. ხშირად ზამთრის პერიოდში მაღალმთიანი რეგიონები, პაკურიანდი, გუდაური და ასე შემდგომ სრიალი დასვენება გვაუწყდება, რომ მზე ზამთარშიც არანაკლებ ინტენსიური, არანაკლებ ძლიერია, თოვლი, რომელიც ხშირად ირეკლავს ის ულტრაისფერ სხივებს და ძალიან ხშირად ხდება სახის კანის თუნდაც ძლიერი დამწრობის მიზეზი. არ დაგავიწყდეთ ზამთრის პერიოდში მზისგან დამცავი საწყების რეგულარული გამოყენება 15-20 წუთით ადრე მზეზე გასვლამდე და ყოველ 2 საათში ერთხელ ხანგრძლივად მზეზე ყოფნის პერიოდში სასურველი და აუცილებელია მათი განმეორებით გამოყენება. ალკოჰოლით გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც საკმაოდ სახასიათოა ახალი წლის პერიოდში, როგორც ვიცით, ალკოჰოლის რეგულარული ხშირი გამოყენება აშრობს კანს, ფართოვდება სიზავები, ყალიბდება სიცითლე, შეშუპება და ამ დროს სახასიათო არის ბევრი სხვა კანის დაავადებების პარალელური გამწვავება, როგორც არის მაგალითად როზაცია. ზამთრიცმა ამინდმა, სტრესმა, გადავლილობამ საკვების ქვეითმა სხეულმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის ბევრი ქრონიკული დაავადებების გართულება, როგორც არის მაგალითად ყველასაც კარგად ცნობილი ეგზემა, ფსორიაზი, რაც ამ პერიოდთან ძალიან სახასიათოა და შესაბამისად ყველა დერმატოლოგის რეკომენდაცია არის, რომ ამ პერიოდში მკაცრად მოუვაროთ საკუთარ კანს, რომ თავიდან ავირიდოთ შესაძლო გართულება.